ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. მართალია დღეს მივიღე, მაგრამ ეს არ ყოფილა უცაბედი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. მე თითქმის ნახევარი საუკუნეა სიცოცხლესთვის ვიბრძვი და დღეს როცა ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს გადარჩენა ჭირდება და ჩემი ექიმობა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გადარჩენა. ამიტომ 74 წლის კაცმა დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში ჩავერთო. ჩემი შვილი ბრძოლაშია და მამას რა უნდა სახლში და აგარაგზე წამოწოლილი უყურებდეს. მით უმეტეს როდესაც მე ზუგდიდელი ვარ, მიყვარს ძალიან ზუგდიდი, იქ დავიბადე, გავიზარდე 9 კლასი იქ დავამთავრე და ჩემი მშობლები საფლავი ზუგდიდში არის, ჩემი ნათესავების და ჩემი მეზობლების. მე 2010 წელს გავხსენი კლინიკა გული ზუგდიდში. მაშინ არც ვიფიქრებდი, რომ რამოდენიმე წლების შემდეგ მერობის კანდიდატად დამასახელებდნენ. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვაკეთებდი სიკეთეს და ზრუნავდი ავადმყოფებისთვის. მაგრამ გაუსაძლისი გახდა ბოლო წლები, იმიტომ რომ საშუალს ვერ ვხედავ. ხალხს ძალიან უჭირს. საქართველო იღუპება. ვექტორი, რომელიც ასე გვიყვარს და ვაფასებთ, ევროპის ვექტორი იცვლება მოტყვილებით, ღალატით და ამის ატანა შეუძლებელია. ყველა ქართველი ვალდებულია, რომ დადგეს სიმართლის მხარეზე და არჩევნები კი არ არის ეს, არის რეფერენდუმი, სადაც წყდება საქართველოს ბედი. იარსებობს საქართველო დამოუკიდებლად, თუ საქართველო იქნება ერთ-ერთი პერიფერიული რეგიონი რუსეთის. მე მიხარია და იმედი მაქვს ჩემი ზუგდიდელების. ზუგდიდელები მე მიყვარს ძალიან და გრძნობ მაგათ სიყვარულსაც. და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ზუგდიდი ისეთივე მხიარული, ისევე ლაღი, სიცოცხლის მოყვარული ქალაქი იყოს, როგორც ჩემი ბავშვობის დროს იყო ზუგდიდი. და მთლიანად საქართველო და ამიტომ ოპოზიციას ძალიან დიდი ტვირთი გვაწევს. უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ჩვენ არ ვიბრძვით თანამდებობისთვის, ჩვენ გვინდა საქართველოს გადარჩენა. წელსში უნდა გავტეხოთ ეს დღევანდელი სიტუაცია და მერე ვისაც უნდა იმან დაიკავოს მერის პოსტი. მე მთავარია სიკეთე მოუტანო ჩემ ქალაქს, რომელიც ძალიან მიყვარს. ბატონო ანზორ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ძალიან მოულოდნელი იყო ყველასთვის, არავინ არ ვიცოდით რეალურად და ამ მოულოდნელობის ეფექტმა პირდაპირ გეტყვით ძალიან მნიშვნელოვნად ითამაშა, ძალიან მაგრად ითამაშა მაყურებელზეც, ჩვენზეც, ჟურნალისტებზეც და დარწმუნებული ვარ პოლიტიკოსებზე, განსაკუთრებით ქართული ოცნებიდან. მაინტერესებს, როგორ გადაწყვიტეთ ეს? ღამის 11 საათზე ნიკამ დამირეკა წუხელი და მითხრა, მამა, ზუგდიდის მერობის კანდიდატად უნდა წარგადგინოთო, მეგობრებმა ასე გადავწყვიტეთო. მე ვთხარი, არიცი რამდენი წლისა ვარ მეთქი, რა დრო ჩემი მერობაა. არა საჭირო ხარო და დღეს მეგობრებმა დამარწმუნეს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამეტო. რა იყო მთავარი არგუმენტი? მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ვიხსნათ საქართველო. ხალხი გადავარჩინოთ.
რა არის დღევანდელი ცხოვრება, მუშაობენ, პურის ფულს შოულობენ, ბავშვების განათლებაზე, დასვენებაზე, ჯანმრთელობაზე არ ფიქრობენ, მხოლოდ პურის გადარჩენაზე. რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომლებიც გაპენტილი არიან ტვინით, მაგრამ ფული არ აქვს და ვერ აგრძელებენ სწავლას. აი მასე უნდა ზუგდიდიდან ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელსაც შეჩერებული აქვს სწავლა და ყველაფერს გავაკეთებ თუ ამირჩევენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ასეთ ხალხს, სტუდენტებს. ჯანმრთელობაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი არმია მყავს ექიმების. ორივე კლინიკაში, თბილისში და ზუგდიდში 245 კაცი მუშაობს. აქედან წამყვანი ექიმები არის 80. მე ბედნიერი კაცი ვარ და ჩემი თავი არ მოაკლდებათ, მაგრამ მე რაც შემეძლება ოპოზიციასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხს დაუბრუნოთ მომავლის რწმენა, სიყვარული, პატივისცემა. საკმარისი ამ ზიზღის ტენით ლაპარაკი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს. რუსეთში სწავლობდი და რომ ჩამოვდიოდი საქართველოში, აღფრთოვანებული ვიყავი, ყველა ერთმანეთს უცინო და უღიმოდა. იქ ყველა სახე, აი ახლა როგორ ჩვენთან არის. ყველა ერთმანეთ დაბღვერილები ერთმანეთს ანუ ამაშიც დაგვამსგავსეს რუსეთს სახელდაბღვერილი ქვეყანა გავხდით ძალიან დაგვამსგავსეს და ის ორი კვირა როცა არდადაგებზე ჩამოვდიოდი ჩემთვის იყო ბედნიერება მოღიმარი ხალხი უცნობი ხალხი მეპატიჟებოდნენ იტალიურ ეზოებში ხომსოლოვაკში ცხოვრობდა ზუგდიდში როგორი ხალხი იყო ზუგდიდში რომელსაც წამოხვედით ზუგდიდიდან მე ვიცი რომ არ შეგიწყვეტიათ ურთიერთობა არასდროს ზუგდიდთან და სამუშაოს ნახევარიც იქ გაქვთ მაგრამ ესე იგი მე 65-ში დავამთავრე საშუალო სკოლა და 60 წელს წამოვედი ზუგდიდიდან მოდია ნიკას შემოვიყვან მე თქვენ უფრო პუნქტუალური აღმოჩნდით წარმატებები მაინც თავარი მოქმედი გმირი დღეს ესე გადავწყვიტეთ ბატონი ანზორია და მას ვალაპარაკებთ 60 წელს წამოვედი მაგრამ იცით როგორი იყო საოცრება იყო პირველ სამედიცინო ინსტიტუტში ვაბარებდი ხო 21 ზუგდიდელი აბარებდა ჩემთან ერთად ზუგდიდში უყვართ ექიმები ექიმობა უყვართ ზუგდიდელებს ექიმობა უყვართ ზოგადად უყვართ და თანაც და გამოსდით დიახ ყველა ჩაიჭრა და ბოლო მე გამოვდიოდი გამოცდიდან და ხუთიანი მივიღე და აქ ეს მოსკოვში პირდაპირ ჩავაბარე და ეს თელი ზუგდიდელები მშობლები მელოდებოდნენ დაბლა ფოიეში და ხელში ამიტაც ანუ არ წავიდნენ თავის შვილების ჩაჭრის მიუხედავად ბოლოს ზუგდიდელს ელოდებოდნენ და მაშინ მატარებელი ყოფილა ურთიერთობაში რამდენიმე და ინგირის სადგურზე ჩერდებოდა მატარებელი მოსკოვი თბილისი და უნდა გენახათ ნონა გაფრინდაშვილს რომ ხვდებოდნენ ჩემპიონობის შემდეგ თითქმის ისე ხვდებოდა ზუგდიდელები და ჩემთვის ზუგდიდი არის სიყვარულის ქალაქი. ზუგდიდი არის სისუფთავის ქალაქი და ისეთი ხალხი ცხოვრობს ზუგდიდში. წარმოგიდგენიათ ახლა ზუგდიდელები, რომლებიც არც კი მიცნობდნენ და მოსკოვში რომ ჩამოდიოდნენ, მოდიოდნენ ჩემთან საერთო საცხოვრებელში და ფულს ჩუქნიდნენ. აი ასეთი იყო ეს ზუგდიდი. მეც გამივლია ზუგდიდის ეს ხიბლი, მაგრამ არა ისე რა თქმა უნდა, როგორც თქვენ. თქვენ თქვით, რომ ძალიან საინტერესო პარალელი იყო, რომ მოსკოვში ვსწავლობდი და მოღუშული ქალაქი იყო, მაშინაც და ეხლაც და მე გიდასტურებთ, მე არ მიყვარს ძალიან ეს ქალაქი. მანამდეც არ მიყვარდა, ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან პირქუში ქალაქია, ადამიანები განაპირობებენ ამას ცხადია. და საქართველოს სულ იყო ღიმილიანი, ერთმანეთის მოყვარული ადამიანების ქალაქი, ამასაც გიდასტურებთ, ჩემი გამოცდილებით, რა თქმა უნდა, თქვენ უკეთესად იცით. ეხლა დავემსგავსეთ ამაშიც რუსეთს, ანუ ჩვენც პირქუში და მოღუშულები ვართ. როგორ უნდა გავხსნათ აი ეს ჩვენი მჭუნვარე შუბლები და მოღუშული, ასე ვთქვათ, სახეები და როგორ უნდა გავიღიმოთ ისევ თქვენ რა შროებით
რას გააკეთეთ ამისთვის და ზუგდიდელებს რას ეუბნებით, რომ ეს ნამდვილად მოხდეს? უიმედობას სუფევს, როგორც ზუგდიდში, ისე მთელ საქართველოში. რწმენა დაკარგული აქვს თვალინდელი კარგი დღის. ხალხი რაღაც გაბოროტებულია და ოპოზიციამ უნდა ვიმუშაოთ ინდივიდუალურად, როგორც უკვე ოპოზიციამ ხართ, ჩვენობიჩიამ. გეუბნებით თავარი სენსაცია ხართ დღევანდელი დღის თქო დარგჭა. და როგორც ექიმი მუშაობს ინდივიდუალურად თავამ პაციენტი თავარი ვინ არის? ესე გამოდის, რომ თქვენი ქვეყანა. საქართველოა, ჩემთვის თავარი პაციენტი დღეს არის საქართველო და ეს არჩევნები არ არის ადგილობრივი არჩევნები. ეს თქვი და ვიმეორებ რეფერენდუმია. გინდათ ხალხო, კარგი ცხოვრება, გინდათ შვილებს მომავალი მისცეთ, კარგი განათლება, წესიერად აღზარდოთ და გაგიმართლოთ შვილებმა, მაშინ მიეცით ხმა ოპოზიციას. დღეს ესეთი პასაჟი ქონდა მთლიანად ნიკას, რომ თუ გინდათ ეს შემოხაზეთ 41, მაგრამ თუ გინდათ ნეგატივზე იყო ლაპარაკი, თუ გინდათ კარგი, ჩემთვის ამბეჭდავი პასაჟი იყო, რომ არ დაგიმალო, თუ გინდათ კარგი შემოხაზეთ ოპოზიციაო, ხოჩორს ის ესე ამბობდა, ნაციონალური მოძრაობაო, არ ვთქვამს არც ერთხელ დავაკვირდი სპეციალურად. მე ეს მაინტერესებს ახლა, ვიდრე ნიკასთან გადავალ, თქვენთვის რა არის ზუსტად თქვენც რატომ ამბობთ ახლა რომ შემოხაზეთ ოპოზიცია? იმიტომ თქვენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხართ ახლა იქ. იცით რა არის? მარტო ერთი პარტია ფონს ვერ გავა. აქ უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა და კოალიციური მთავრობა მხოლოდ შესაძლებელია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებით. მე არ ვამბობ ზოგიერთი ოპოზიცია, რომელიც რუსეთისკენ იყურება. მე ვამბობ პროდასავლურ ოპოზიციაზე. და ჩვენ ოპოზიციონერებმა აი მერობის კანდიდატები არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. არ უნდა გავარჩიოთ არც ერთი მოქალაქე, ეს ნაცია თუ ქოცია თუ ლეიბორისტია. მთავარი არის რასაც ქოცები აკეთებენ. მე რომ ექიმი ვარ და ავადმყოფი მოდის, მე ხომ არ ვეკითხები თქვენ ყველას ერთნაირად ვაქცევ პატივს. და როგორ შეიძლება 250 კაცში ჩემთან ყველა ოპოზიციონერი იყოს, მამალი ქოცებიც არიან, მაგრამ ჩვენ ალბათ ზოგჯერ დედალიც. ერთ საქმეს თანამშრომლებს, ერთ საქმეს ვემსახურებით, ავადმყოფის გადარჩენას. იქ ვის აქვს იმის თავი შენ ქოცი ხარ არ მოხვიდე, შენ ნაციონალი ხარ არ მოხვიდე. ჩქარა არ უხდება, ავადმყოფი უნდა გადავარჩინოთ. აი ამ სულისკვეთებით ერთიანობის სულისკვეთებით. ერთიანობის სულისკვეთებით და ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ თქვენ ნაწილში ნამდვილად. ძალა და ენერგიას არ დავხარჯავ და ვაჩვენებ ჩემ ახლობლებსაც ვერდით ჯდომებს, რომ ჯერ არა ვარ ბებერი. მე მგონი აგრად გაუძღვები ამ საქმეს, მით უმეტეს ისეთი ხალხი დამიდგება გვერდით, რომ შეუძლებელი არ გავარჯავ. ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ ბატონო აზორ და მე გაგიშვებთ რეხოს გადაცემის ბოლომდე აქ არ დაგაყოვნებთ. ერთი ძალიან გამბედავი ადამიანი ყავთ ოჯახში, რომელსაც მე არ ვიცნობდი დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ რომელიც გამაცნო ნიკამ თავის გამოსვლაში მისი ციტირებით. ბრძოლა ბოლომდე. უთხრა ქალბატონმა ნანამ, დედამ. ქალბატონი ნანა როგორ უყურებს ამას ყველაფერს და მე ჭერ მეპარება, სადაც ნიკას მიწერა თქვენთან დაკავშირებითაც დარწმუნებული ვარ მის პოზიციაში, მაგრამ ქალბატონი ნანაც ზუგდიდიდან არის თუ ეს არ ვიცი უბრალოდ. ნანას მამა იყო ცნობილი პროფესორი ზუგდიდელი და გადაყოლილი ზუგდიდელებზე გიორგი ცანავა. ისიც ექიმი იყო? ისიც პროფესორი იყო, ეს რეანიმაციის სკოლის ფუძემდებელი საქართველოში.
ეხა არიან კაპიტანი ნანას ასე ვთქვათ სანათესაო არის ზუგდიდში? ზუგდიდში არის დიდი სანათესაო ყავთ ზუგდიდში. ცანავები არიან ყველანაირად. მამა ისეთი ექიმი იყო, მარტო ეხლა რომ ჩავდივარ ზუგდიდში ეს ჟორჟი სიძე არისო. ესე იგი როგორც მე ვიძახი რომ ნიკაკის მამა კი არ არის ანზორი შვილია ნიკა თქო ესე იგი თქვენ სკოლიათ ვიღაც ვიზეც იძახიან რომ ანზორმელია კი არა ჟორჟი სიძეა. ჟორჟი რაგვარი იყო? ცანავა. ის იყო ექიმი ასევე ზუგდიდელი? ექიმი ზუგდიდელი იყო და იცით როგორი გულშემატკივარი იყო ზუგდიდი, სასაული იყო. ზუგდიდელი ამტყობს რომ გაუკეთებდნენ ოპერაციას, თავის მეუღლეს პარავდა 3 ლიტრიან კამპოტებს და ჩანთაშებდა და მიქონდა. სად მუშაობდა ზუგდიდში თუ თბილისში? აქ მე-9 საავადმყოფოში, კათედრის გამგე იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის. ისე რომ დიდი სანათესაო ყავს ჩემ მეუღლეს ზუგდიდში. რაც შეეხება ჩემ მეუღლეს, რა შეკითხვას დამისვით. გუშინ ღამე ხომ გითხარით და ამერიკა და მთელი ღამე არ მეძინა დღეს რომ შევამჩნიე კარხასიაძე იყო უთხარი რომ ნიკას უნდა დაუდგე გვერდში. პირველი რაც მითხრა პასპორტი გაქვსო. ასაკშევა ნახეო. რომ მოდიხარო უცბაწვებიო უკვე ის ენერგია არა გაქვს რაღაცა და არ მგონია მე მაგაში ეჭვშევა თქვენი ენერგიულობა მაგათ მარი დაუმტკიცებ რომ მაგარი ვარ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ნამდვილად. დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვისაც როგორც ოპოზიციის სამომრჩევლისთვის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით მე არანორმალური ენერგიის ადამიანი ვარ, მაგრამ მეც კი უკვე როგორც ვთქვი ჩემს შესავალში ენერგეტიკული რაღაცა დისკომფორტი მქონდა და მაკლდა ეს ყველაფერი. დღეს მე მივხვდი რომ ეს მნიშვნელოვანი ამბავი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ენერგეტიკით გრძელდება და ამ ყველაფერს ძალიან დიდი იმედით უნდა უყურებდეთ. ჩემნაირი ოპტიმისტები არა მარტო, ურწმუნოთომები და პესიმისტებიც მათ შორის. დღეს დიდი დღე იყო, მაგრამ ეს დღე გააკეთეთ ძალიან მნიშვნელოვან წილად თქვენ. მადლობა რომ დიდი მადლობა თქვენი დახმარებით, ყველას დახმარებით, დიდი მადლობა ნიკას დობისათვის და როცა შვილი გიმართლებს, მშობელს უმართლებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის. იმიტომ რომ შვილი როცა ფიქრობს მომავალზე, ხვალინდელ დღეზე და ასე რთულ სიტუაციაში იშვიათად თუ უშვებს შეცდომებს, მე ბედნიერი კაცი ვარ და რა გამოსავალი მაქვს თუ არ დაუდგე და თუ არ გავამხნევო ჩემი შვილი.